თავისუფლება მზია ამაღლობელს ამგვარი სლოგანით დღეს გორში რეგიონალური მედიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები უწყვეტ აქცია შეუერთდნენ, რომელიც ყოველ დღეს საკრებულოს შენობის წინ იმართება. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა მზია ამაღლობელს და სხვადასხვა მესიჯები გააჟღერეს. ამ აქციაზე დღეს მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად შევიკრიბეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი და მზია ამაღლობელის კიდევ ერთხელ უცხადებთ მხარდაჭერას ბათუმელებისა და ნისგაზეთის დამფუძნებელს, რომელიც უკვე 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმარია და მზია ამაღლობელის დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ როგორ ებრძვიან ქვეყანაში თავისუფალ მედიას, დამოუკიდებელ მედიას, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და უნდა გავიაზროთ ყველამ, რომ რაღაცნაირად თუ არ იქნება დამოუკიდებელი მედია, ძალიან რთულია ადამიანებმა ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, თავიანთ საჭიროებამდე და ჩვენ შესაბამის ასე ვთქვათ უწყებებამდე მივიტანოთ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვუცხადებ მზია ამაღლობელს მხარდაჭერას და თავისუფლება მას. ჩვენ მედიის წარმომადგენლები ცხადია ყველა შესაძლებლობას და პლატფორმას ვიყენებთ იმისთვის, რომ ყველგან და ყოველთვის ვთქვათ თავისუფლება და მხარდაჭერა მზია ამაღლობელს და დღევანდელი ეს შეკრებაც არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ ვთქვათ ჩვენ არ ვეგუებით სახელმწიფოს რეჟიმის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დღეისათვის არის საპატიმროში და ჩვენ ცხადია სამომავლოდაც გავაგრძელებთ ამ პროტესტს მანამ ვიდრე ჩვენი კოლეგა ჩვენ გვერდით არ იქნება და ჩვენ ცხადია გვაქვს დასაბუთებული არგუმენტი და პოზიცია იმის შესახებ, რომ მზიას სასჯელი არის აბსურდული, დაუსაბუთებელი და ის უბრალოდ ქართული ოცნების გადაწყვეტილებით ზის საპატიმრო დაწესებულებაში. ჩვენ ვისურვებთ, არა მაქვს მე მოლოდინი კარგი ქართული ოცნებისგან, მაგრამ ჩვენ ვისურვებთ, რომ რაც შეიძლება მალე იყოს მზია თავის სამსახურში და თავის პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდეს. სწორედ ამ ადგილას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩვენ ჟურნალისტები გორიდან ვიმყოფებოდით და ვაშუქებდით რუსულ აგრესიას. ეხლა ეს ბრძოლა გადავიდა ჰიბრიდულ რეჟიმში და ჩვენ უკვე ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი, არა მხოლოდ გორში, არამედ მთლიანად ქვეყანაში და როგორ ხდება ამ ქვეყნის ოკუპაცია. მედია არის ერთადერთი ამ ეტაპზე თავისუფალი მედია, ორგანიზაცია რომელიც ადგილობრივ დონეზე და ასევე ცენტრალურ დონეზეც აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს არა მხოლოდ ადგილობრივი საჭიროებების შესახებ, არამედ კორუფციის, მათ შორის დეზინფორმაციის, მხილების და ასე შემდეგ მიმართულებით და სწორედ ამ თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობას ვხედავთ ახლა ჩვენ და ზუსტად მზია არის ამის სიმბოლო, რომელიც გამოგონილი აბსურდული სისულელე მიზეზის გამო ზის დღეს საპატიმროში და ყველა ჟურნალისტის სახე არის იმ ჟურნალისტების, რომლებიც არ ეგუებიან ამ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი სიტყვის გადასარჩენად და მინდა ყოველს შევახსენო, რომ ჩვენ ეს ბრძოლა ახლა არ დაგვიწყია, წლების განმავლობაში არაერთი ხელისუფლება ყოფილა ამისი ინიციატორი, რომ თავისუფალი სიტყვა ჩაეხშო, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია თავისუფალ სიტყვაზე, დამოუკიდებელ მედიაზე და არც ეს პერიოდი არ იქნება გამონაკლისი. ჩვენ გამარჯვების იმედით ვართ აქ. ჩვენი მესიჯები ის არის, რაც ასე ვთქვათ ჩვენს ბანერებზე არის თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და თავისუფლება საქართველოს რუსული ოკუპაციისგან. დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ დღეს აი ამ პროტესტს შევუერთდით გორიდან და გორმა ყველაზე კარგად იცის, რაც ნიშნავს რუსული ბომბები და რუსული ოკუპაცია. ეხლა რა თქმა უნდა ბომბები არ ცვივა, გვაქვს მშვიდობა, თუმცა რუსული ოკუპაცია ისევ და ისევ გრძელდება და ჩვენგან რამოდენიმე კილომეტრში, ასე ვთქვათ, ვიცით რომ არის საოკუპაციო ხაზი. მე იმეც ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და ჩვენ აუცილებლად მივახცევთ იმ გამარჯვებას, რისთვისაც უკვე 300 დღეზე მეტია ვიბრძვით.